ვაიმე ეხა ეს რო ვთქვა არ დამცინონ, ვაიმე ეს რო გავაკეთო ეხა ისე არ მიიღონ და აბსოლუტურად გავხდე ავტომატი, რომ აი რაც გარემოში ხდება, გავყვე აუცილებლად იმას, ხო? იმიტომ რომ მცირედი კონფორმიზმის გარეშე ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით სოციალური არსებები, იმიტომ რომ მაინც გვიწევს რაღაცა მოვიმოქმედოთ ჩვენი დიდი ჯგუფის, მცირე ჯგუფის, ვინც არიან ჩვენი მეგობრები და ვინც არის ჩვენი საზოგადოება. ჩემი შვილიშვილი ძალიან სასაცილოა, ძალიან ბეიბი მენიუ აქვს. ანუ ჯერ კიდე 9 წლის გახდა, მაგრამ ძალიან მცირე რაღაცას ჭამს და უყვარს. მაგრამ იყო მეზობელ ბავშვთან სტუმრად და იქ გაუმასპინძლდნენ სუშით. და ეხა ეს ბავშვი რომ მოვიდა სტუმრად, მეუბნება რომ სუში წამოიღე აგროჰაბში იყიდებაო, ესეც გამოიკითხა. ხო და გავგიჟდი რომ შენ სუში შეგიყვარდა თქო, მაგრამ ესე იგი ესეც არის რომ აი სოციალური ტვინი როგორ მუშაობს, რომ რაც დააფიქსირა რომ აი ამ ბავშვის ოჯახში მიღებულია, ამ ბავშვს უყვარს, მოუნდა რომ იმით გაუმასპინძლდეს. აი ეს არის უკვე სოციალური ტვინი, რომ დაიწყო მან არეკლა, რომ რა იქნებოდა და იმას აჩვენა, რომ იცი რა მე და შენ ერთნაირი ინტერესები გვაქვს, ნახე ორივე სუშის ვჭამთ. ესე იგი, ამის გარეშე უბრალოდ ჩვენ ვერ გავხდებით სოციალური არსებები, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე საკითხი არის ის, რომ თუ ჩვენი სურვილებისთვის, ჩვენი შინაგანი ავტონომიისთვის არ დაგვრჩა ადგილი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვკვდებით, ჩვენ უკვე ვარდებით დეპრესიაში, ხო?